კავკასიის ალბანეთი, ალვანეთი, რანი, მოვაკანი, ჰერეთი, არანი, ალვანკი. სხვადასხვა დროს ყველა ეს სახელწოდება გამოიყენებოდა, ზოგი მათგანი კი ახლაც გამოიყენება კავკასიის ამ მეტწილად მივიწყებული სახელმწიფოს აღნიშნულ სახელად. ამ ვიდეოში მოკლედ მოგიყვებით კავკასიის ალბანეთის სხვადასხვა სახელწოდებაზე. რას უწოდებდნენ კავკასიის ალბანელები თავის სახელმწიფოს? სამწუხაროდ არ ვიცით. რადგან კავკასიის ალბანელთა ენაზე დაწერილი ტექსტი, რომელიც ახსენებს ამ სახელმწიფოს დასახელებას, არ შემოგრჩა, ან ჯერაც აღმოჩენას ელოდება. რატომ კავკასიის ალბანეთი? იმისთვის, რომ მარტივად განვასხვაოთ ბალკანეთის ალბანეთისგან. ბალკანეთში მდებარე ალბანეთთან კავკასიის ალბანეთს არანაირი კავშირი არ ჰქონდა და არ აქვს. ფუძე ალბას, თუმცა სხვა მნიშვნელობებით, ასევე ვხვდებით ინგლისის ძველ დასახელებაში ალბიონი და შოტლანდიის ძველ სახელწოდებაში ალბა. ბალკანეთში მდებარე ალბანეთის სახელწოდება ერთ-ერთი ილირიული ტომის დასახელებიდან უნდა მომდინარეობდეს. თავად ბალკანეთის ალბანელები საკუთარ ქვეყანას საერთოდ არ ეძახიან ალბანეთს. ადგილობრივ ენაზე ალბანეთს შქიფერის უწოდებენ. ისეა თუ ასე, უკეთ გასაგები რომ ყოფილიყო რომელ ალბანეთზეა საუბარი, მეცნიერებმა გადაწყვიტეს კავკასიაში ოდესღაც მდებარე ამ სახელმწიფოს სახელს წინ დაემატოს სიტყვა კავკასიის, რაც ლოგიკურია. კავკასიის ალბანეთი და არა სხვა რომელიმე ალბანეთი.